დარბაზიდან რო ლაპარაკობდა ის ვინ იყო ერთი. მოდი აბა სამს გველაპარაკე ერთად. თქვი რამე. შენი ყავი? ვინ ახარ შენ? ვინ? ნიკოლოზი. მირზა ნიკოლოზი. უცნაური სახელის. ოკეი, რა გვარი ხარ? მირზა ნიკოლოზ ბარნოვი. ოკეი, რას შვები ცხოვრებაში მირზა ნიკოლოზ? რას აკეთებ? YouTube-ზე რაღაცას. შენი გადაცემა გაქვს? სხვისი გადაცემა გაქვს? გითხარი რა გადაცემაზე მუშაობ? აბა, YouTube-ში მუშაობ, კომპანია YouTube-ში? რა გაქვს, რა ჩალიჩობ? რომელ YouTuber-ს ჩალიჩობ? ანუ ღარიბაშვილის არხზე ხარ, რატო არ გვეო? გითხარი. აი ჯერ კალადის TikTok-ის ისა სოციალია. ის კლიპი რო არის, ხო იცი, ავტობუსი რო შერობიტი ქონდა, რო ქრება. ანუ კალაძეს რო ავტობუსი ჩაულის და რო გაქრება ბოლოს. ეგ ნახე გაქვთ? კი. ეგ არის მირზა ნიკოლოზის შემოქმედება. მირზა ნიკოლოზ production. ოკეი. სპეცრაზმელებს იღებ? სპეცრაზმელებს რო იმებს უხატავენ. ცოტა უფრო კარგად რო ცემოთ თუ შეიძლება. რომ მკვეთრად. სევდიანი თვალები აიღე იმ ბიჭის. მოდი ახლა გულს დაგახატავენ და შენ გთხოვ არ ცემო. შენ არ დაამოტელაო ის 16 წლის გოგო. 5 წუთი და მე რეცემე. გამარჯობა. გამარჯობა. შენი სახელი? ნიკა ჯაბუა. ნიკა ჯაბუა? ვაუ. კი ბატონო. ჩემი შვილი მეგობრებო. ჩემი ნიკოლოზი. აი. მამას კაცი მოვიდა. შვილი და საქმის გამგრძელებელი ხომარა. არა, ხომრობა იყოს. რეალურად ის ხარ, ტყუპები ვართ გაია. სოურე შერექცი? ზუგდიდელი ხარ, ოკეი. რა ხდება ზუგდიდში? ახალი და კარგი არაფერი. ჩემი პრობლემა უკვე როგორც ვახსენე, არის ის რომ, ანუ ზოგადად ორ ადამიანის თორსა ურთიერთობა აქვს. თუ ეს ორი ადამიანი მეგობარია ერთმანეთის, სარკაზმი მოსულა. ასე დროს, ანუ შოულებრივად, ანუ ვინ თქვა? ანუ თუ კარგი მეგობრები არიან და რამოდენიმე წელი ერთად. მეგობრები არიან სულ? ბატონო. ანუ ჯაბუებს რო ვაცადოთ საუბარი შეიძლება? ტრალი მეგობრები რო არიან. ხო? ტრალი მეგობრები რო არიან? სულ? ხო. ვისთან მეგობრობ შვილი? მაგას გადავწყვეტ. აი მე რო არიან? ასე შემთხვევაში ან სარკაზმი მოსულა, ანუ არ გაუტყდებათ რა მეგობრებს ერთმანეთში, აი მე სარკაზმით რაღაცა ოღონდ ზომები ანუ ხო, ნუ ზომის პარკლებში. თუმცა, ანუ როცა უცხო ადამიანს ელაპარაკები, ანუ შენი გონება ზოგადად ანუ ფილტრავს ამ სარკაზმს, რომ ანუ უცხო ადამიანია სარკაზმის რატომ უნდა უპასუხო რამეს. და ჩემი ტვინი ამას არ აკეთებს. ანუ ზედმეტად ანუ ბატონო ხასტრი რომ მიდი გვესწრებს რამე რა. ხო სოციალური შპოტის მაგდა ამიტომ ეს საუბარზე სოციალური შპოტი. მაგრამ უხდება ეგორი თვისება ერთმანეთს. კი. სოციალური შპოტი და წერვა. კი. შეკლეო. რატომღაც მეგონა რომ დარბაზის რაღაც ნაწილს მაინც არ დავინახავდი, მაგრამ ყველა სახეს ვხედავ, ამიტომ სულაც მოქმედებს შემზე. თან განათება რატომღაც მეგონა რომ განათება რახან ჩვენკენაა მომართული. დარბაზი კარგად არ გამოჩნდებოდა. მაგრამ კარგად ჩანს. სარკაზმია. ბატონო? სარკაზმი იყო, ხო? არა. მაწუხებს. აი, ახალ ადამიანს იცნობ. ხო, და გაქვთ 5 წუთია ურთიერთობა. და რა შეიძლება, ანუ რა ქონია ესეთი ცუდი შემთხვევა, რომ შენ რაღაც სარკასტული იყავი და იმან ვერ გაიგო. ანუ ნაცნობთან არა, ანუ ზოგადად როცა ადამიანს ვიცნობ, ანუ ზედმეტად ანუ კომფორტის ზონაში შევდივარ და რატომღაც გონია რომ სარკაზმის ან მოსულა ასე დროს და მაგრამ ასე დროს
უმეტეს ანუ ფიქრობენ უხეში ვარ უბრალოდ. და პირიქით, სრულიად პირიქით, ანუ მარანაირი პირადი ინტერესები არ მაქვს, რომ ამ ადამიანს ან ეწყინოს, ან არაფერი. ანუ მაგალითი რო თქვა რას ამბობ ეგეთ მომენტებში, აი, გამარჯობა, მე ვარ ანასტასია, მე რაღაცას ვაკეთებ და ანუ ასე მსგავს, აი ასე თუ იწყება ანუ კომუნიკაცია ვერს ვასწრებ, მაგრამ ანუ ესე დროს უცებ, ანუ არა, ჩემი ინიციატივა რომ ანუ მაინც ყველა სიტყვაში სარკაზმი იყოს, მაგრამ ნუ არა, ანუ ესე ურთიერთობის პირველ ნაბიჯებზე სარკაზმი არ არის, მაინც კარგი საქციელი როგორც შენ ოჯახში როგორი ურთიერთობა გქონდათ? მეგობრული, ზედმეტად მეგობრულიც კი, ამიტომ შეიძლება აქედანაც წამოვიდა, რომ კომფორტის ზონად იქცა ჩემთვის რაღაცა მეგობრული, რაღაცა ხუმრობა და ან სარკაზმი თუნდაც, ოღონდ ჩანსახი სარკაზმი, ანუ ის არა, რომ ვიღაცა დაამცირო ამით. ანუ ნახე, მე მაინტერესებს შენ სარკაზმს რას ითვლი რომ სარკაზმი, იმიტომ რომ მაგალითად დღეს ვიყავი ექიმთან და ექიმი მეუბნება, ცოტა ხანი დაელოდეთ და ნებისმიერ ადგილას შეგიძლია დაჯდეთო და რატომღაც twin-ში მომიდა რომ მე უნდა ვკითხო, თქვენ ქალთაზე რომ დაჯდე შეიძლება, ქართლაში რომ დაჯდე შეიძლება და ანუ ქალი ხო არაფერი, უბრალოდ ეგ სარკაზმია შენთვის მაგალითად თუ დებილობა? ანუ თუ გიფი დებილობა. აბა რა არის ეს სუყე, რასაც იყენებ ხოლმე. სუპე. შენ თავიდან დიალოგი მოუყვე, ორი ადამიანის გავითამაშო. მიდი. არ გამომივა. ანუ ეხლა ჩვენთან რო ხარ, იმედია რომ კომფორტის ზონაში კომფორტულად არ გრძნობ თავს? რატო? რა ვიცი. ყველა რო გიყურებს? ოკეი და ამას არ უყურებ, ჩვენ გვიყურენ. არ გამოდის. არა, ის 400 ადამიანი დაივიწყე აკროზის. ხო, ჩვენ გვიყურენ. 400 ადამიანი დავივიწყო, რომელიც ხა გზის. თითველები არიან. იფიქრე რომ თითველები არიან. ასე სარკაზმი ვერ დამოღა. აი ეს სარკაზმი. 400 ადამიანი დავიწყო. ნუ ეღადავები. ბოდიში იქ. მე მომანათლინე რა. მონაწული ხარ ვაშკაცისე. კი. მაგრამ ახლა ამ ხელა შესაძლებლობა დავკარი, ამ დამწყდა გულიონ მონათლული ვარ. ანუ მე რატო ვერ ხუმრობ ახლა იცი? იმიტომ რომ ჯაგუა ვარ და ზუგდიდიდან ვარ, ანუ მამა ჩემი ზუგდიდიდან არის და ახლა ჩასვა ხო გინდა. მამა ჩემი დამაჯვავს მე რომ რა შენ სისხლს და ხორცს მეგრელებს როგორ უთხარი შენ სარკასტულ ნაბოზას ამიტომ ვერაფერს ვერ გეუბნები. ხოდა მოყევი რა ხდება? არა, ხო, ჩემი პრობლემა ეგ არის. რომ უბრალოდ ხალხი ფიქრობს, რომ უხეში ვარ ამის გამო, ჩემი ასეთი ალბათ გაუკონტროლებელი საქციელის გამო. მოგწონს ეგ რომ უხეში ხარ? უხეში რო ვარ? არა, snap. ანუ ოდესმე რამე პრობლემა ქონდა იმის გამო, რომ ხალხი იფიქრა შენზე, ნუ, ცუდად ისე თქვა ჭყალებში. არა, ძირითადად ვერც კი ვატყობ ხოლმე ამას, იმიტომ რომ ანუ როდესაც ადამიანი პირველად გიცნობს, ანუ იმაზე პირველ რიგში იმას ფიქრობს, რომ ამ ადამიანს რატომ უნდა კონდეს იმის, ანუ ეს ხო არც მიცნობს, ეს ადამიანი რატომ უნდა კონდეს იმის ინიციატივას, რატომ მე მაწყენიოს. ამიტომ ძირითადად ღიმილით თავდება ხოლმე ეს დიალოგი, მაგრამ მე ანუ როცა ადამიანს დაუმეგობრდი, საბოლოოდ აი მეგობრობის იმ დონემდე მივიდა, რომ სარკაზმი უკვე მოსულა, უკვე გავიგე, რომ თურმე ეს ადამიანი ანუ აჩქარებს ხო თუ პედალზე გაქვს ფეხი დაჭარილი ლაპარაკს და ზუგდიდელი გაზაობს. და ამ ადამიანისგან გავიგე რომ თავიდან მეგონაო რომ ვერ მიტანდიო საერთოდ, ანუ როცა თავიდან გაგიცანიო მეგონა რომ ვერ მიტანდიო. ვინ გითხრა ეგ? დავკონკრეტდეთ? ვინ? და დავაკონკრეტო სახელი და რამე არსებითი მნიშვნელობა. ტელეფონით ნომერი ჩავგდე. ვინ გითხრა? თავ შევიკავე. აი და ანუ შენთვის ვინ იყო? ჩემთვის ვინ იყო? ძალიან ძვირფასი თავდაპირველად სხვა ადამიანი, რომელსაც აი და მე დამეგობრდით ხო თუ რა ქენით? ხო, დამეგობრდი და ამ ადამიანისგან მოგვიანებით გავიგე რომ ანუ როცა პირველად გაგიცანე მეგონა რომ ვერ მიტანდიო ჩემი საქციელიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როგორც თქვი, რა პრობლემაც მაქვს ეს არის. ძალიან საშინელი ადამიანი ხარ ეხაც. შეიძლება. არაკომფორტულად გზნობს თავს. შენთან სცენაზე. თქვენ გახვალ თუ მე გავიდე. აი ეს It's mama's კაცია. ეგ შეიძლება გეშვა. კარტი აი. აბა რა. აი მოხარ. მეორე წავს.
ამაზე უარესინა. დაგეხმარეთ? არა, ხო, დაგეხმარეთ. What? ბატონო. ვერ გავიგენ. ხო, დაგეხმარეთ. კი, დახმარებულად ვსურთ. ჩავიდე. დახმარებულად გრძნობს თავს. კი. ბედნიერი ჩავალ აქედან. დაში დაუკრათ ჩვენს მეგობარ ჯაბუას. ლიკა ჯაბუა. მადლობა. აუ, რაღაცა არ არის ის როგორც იყო. რა როგორც იყო? ხმა. ცოტნე. ხმა არ არის როგორც იყო. რაღაცა სხვანა. ჩემთვის თუ არის. ბიჭო, ნუ გვეხიპიშები. მაგისტვის ხარ მან დრო. არ გვესმის ერთმანეთს. მაგ თუ არის. შეიძლება თუ არის. ძმა, მე დავაყენე და თქვენ მოდი აქ გააკეთე ამით. რაზე არისო? საუნდჩეკზე არისო. ეხლა სანდრო ორი წამი რა. თან მე ვთხოვე საუნდჩეკი რო გავაკეთოთ მე კიდევ ერთხელ და. აჰა, გაშვები ეხლა დინამიკს ეფერები. მიდი, გამოსწორდი. მიდი გადაკუზე და. ეს ცოტა აქტივი არის დინამიკს რო ტყნავდეს ხოლმე ძილის. აუდიო. დენში შეერთებულს. როგორ მირთხო შეფაჭარო. მიდი ბასები გამოუშვი. სუდო დინამიკ რეგინო და. ბასები მაჩვენე, მიდი. საუნდჩეკზე ხო იყო? ეგეთ შენი საუნდჩეკი, ანუ ეგეთ რა ფილმები ნალაპარაკობს ბაზარში. არა, ცოტა. ეხლა კარგად გესმის? იმედია, შევამოწმოთ, მე ვნახოთ ბოდიში. თუ რამე იქნება უბრალოდ ის რა ქვია. ცოტნე ბოდიში. გამარჯობა სანდრო. მოგესალმებით. როგორ ახარ? რავი რა, ნელ-ნელ. ნელ-ნელა. რამდენი წლის ხარ სანდრო? 20. 20. რა საქმიანობ? ეხა, ანუ იდეაში გრაფიკული დიზაინი მაგ დამთავრებული და მაგ პროფესიით მუშაობდი, მაგრამ უკვე დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი თუ რამე? კი, ანუ უცხოეთში და 3 წლიანი იყო და. სად? უცხოეთში, ირლანდიაში. უცხოეთში სად? დუბლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დუბლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში. კაი. ეხა ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ ვაუ, ეს სერიოზული ნაბიჯი გადაგიგავს. იმენა არა. დუბლინისგან კუკის სასაფლაომდე. ვიცი. ანუ ძალიან ნანობრად ჩავარებას ეხლა. ანუ იდეაში ჯარი დანაც მომივიდა გაწევა და მამაობა რაღაც აღარ გამოდის მე მგონი ეხლა მბოლოდ. რა არ გამოდის? რატო რწმენა დაკარგე? მამაობა. არა, მე რწმენა არ დამიკარგავს. არ რწმენა არც იყო დიდად ჩემთან. როგორ მოგწონს საქართველოში დაბრუნება? რამდენი ხანია რაც დაბრუნდი საერთოდ? 1 წელი იქნება დაახლოებით. ხო და ანუ რო ჩამოხვედი, დაგახვედრეს რუსული კანონი კაკრას, ხო? ეგ პერიოდია? აუ, სხვათა შორის აქციებზე ვიყავი აქ და მოყევი გაზში. საკმაოდ რა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ხო რა, არა რუსულ კანონს. ვაუ. იდარ თუ რა იყო? არა რუსულ კანონს. აჰა, ხომ მეტყობა ვარ. რა სერჩით ხარ რაც? არა, ნუ მეს ირლანდიაშიც ეგ კანონი. ხო რა. მოგვიყავი რა პრობლემა გაქვს? ნუ ხო, აი ეს სხვათა შორის აქამდე ერთხელ ვიყავი მარტო სტენდაპზე, ან ცხოვრებაში რა. ერთხელ ყოფილიყარ სად? ერთხელ ვიყავი მარტო სტენდაპზე აქამდე ცხოვრებაში, აქამდე არ ყოფილ არასდროს და ანუ ტრამვირებული ვარ რა. აი ბოდიში რა, ანუ შეურაცხყოფა არავის არ მინდა მივაყენო, მაგრამ ცოტა ჭარბწონიანი გოგო იდგა, აი ვარდისფერი, იასამნისფერი თმებით და აი ძალიან ამაზრზენი საუბრის მანერით და ლაპარაკობდა თუ რამდენი მცდელობა იყო მის ბავშვობაში გაუპატიურებისა რა. ეს სად იყავი? თბილორგიაში. თბილორგიაში. ორგია რა? ის ორგია არა, თბილი ორგია რა. თბილი ორგია. თბილი ორგია? ხო, თბილი ორგია. აუ, ვარ თუ არ მესმის მართლა? ხო, შენ მარტო სტრადაში დადიხარ დაბადების დღეებზე და მაგიტო. არა, რატო? თბილი ორგია გოგო. ოროშეც თბილი ორგია რა? თბილი ორგია. კლუბია რა რაღაცა. თქვენ იმას რა ქვია, სამსახურიდან გაშვებულ თანამშრომლებს რაც აქვს ხოლმე ერთმანეთში, რომ გათბნენ, ეგ არის თბილი ორგია. ხო, ვიყინები. შემაყოფინე. ლაკა? არაფერ. შეყოფაზე აქ არ იყო საუბარი. მე არაფერ. კაი და ანუ ვინ იყო რა ერქვა?
არ ვიცი, არ მახსოვს. რომ stand-up comedy-ზე ამბობ. კაი, რამდენი ხნის წინ იყო ეგ? ეგ იყო 1-9 თვის წინ დაახლოებით. აუ რა ვიცი, ხა ვინ მოისმინე, რატო დაიტრამ პირველად იყავი stand-up-ზე? ხო, პირველად ვიყავ stand-up-ზე, ხა და დიდი ისინი მქონდა რა, რაღაცა იმედები მქონდა რა, ხა წავალ რაღაცა. რა გეგონა რაზე ლაპარაკებდა, რომ ისეთი კარგი ბავშვობა მქონდა, ხან ზოოპარკში დავყავდი ბიძაჩემს. არა, პროსტა რა უყურებდი და რო ხან თაცმინდაზე, საერთოდ არ უცდია ჩემი გაუპატიურება. და რო უყურებდა რო წარმოვიდგენდი მაგის გაუპატიურება, ჯერ ვაფშე ანუ ხონდა დააბარა მენაირად ან რა. აი ხო არა, ბოდიში. გასაგებია რატო ჩააბარე კავკასიის უნივერსიტეტში. ოკეი. კაი, არა. არა, ბოდიში. არაფერი. ან დუბლინმა იმენა არაფერი არ მოგცა? გიჟები არიან თვითონაც. 20 წლის ხო ხარ? შენ თაობა არის ყველაზე პოლიტკორექტული თაობა ადამიანთა მოდგმის ისტორიაში. როგორ შეიძლება რომ ადამიანის წონაზე ეგეთი ხუმრობა თქვა? ონისე პარლამენტში. კაი. არა, უბრალოდ მე მაინტერესებს ხუმრობის მოტივი რა იყო? წონაზე ხუმრობა ბევრი გაგვიგია და ბევრი თქმულა. ანუ ნორმალურია ხო წონაზე ხუმრობა, მაგრამ ბიჭო, გააჩნია რა როგორი თქვი რა, ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება. გინდათ გახას ხუმრობა ჩემს მიმართ წონას გახას ხუმრობა ჩემს მიმართ. ოკეი. და ის რა ნუ არა, ოკეი, დავიკელი 10 კილო, კარგად გამოვიყურებ და სულ აკამდე სულ მეუბნებოდა რომ ძალიან რაღაცა პუტკუნაც კი არა, მაგრამ ძალიან სუკანი ხარო და ძალიან მალე რაღაცა მოკლედ, ცუდ რაღაცებს მეუბნებოდა ხოლმე. ნუ როგორც ამას ანუ მიჭვეული ხო ყველანი. არის ტირონის და 10 კილო დავიკელი და კარგად გამოვიყურებოდი და პირველად რომ დამინახა არაფერი არ თქვა. ანუ ჩემთვის ყველაზე რაღაცნაირად ვიყავი რომ აი როგორ შეიძლება აი ხოჭა მაინც ანუ კარგიან რამე, ხო? და მე ვუთხარი რომ უი, ეხლა ყველა ისე კარგად გამოვიყურები მეთქი რომ ყველა მიფიქრებს რომ მე ვარ შენი შეხვარებული მეთქი და მიყურა ესე და თქვა რომ ნასტია ყველამ ადრეც ეგონა რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ უბრალოდ ეგონა რომ ცუდი გიმოვნება მაქვსო ვაუ ხო და აუ შეიძლება იცი რაზე იყო ნაწყენი რომ რაღაც მომენტში ოდესღაც თვითონაც დაიკლო 10 კილო და ვერ შეამჩნიეთ ვერავინ არა შევამჩნიე მე კიდე თვალი მაქვს რომ შევამჩნიე რომ შენ თმა შეჭერი დღეს ხო ანასტასიამ თმა შეჭრა კაი მოდი დაუბრუნდეთ იმაზე მაიც ისა fat shaming-ი არ მაქვს და რაღაცა ეგ არა გაქვს თქმა უნდა shaming-ი საერთოდ არ ყოფილა აქ ბიჭებს სიმაღლითაც რო განსჯიან ხოლმე რავი მან არა ორი წუთი ძველ რომში ნუ აღმოჩნდით ჩამოაგდეთ საფრანგეთის რევოლუცია მოჭერი თავი ერთი წუთი შუბს რო გვიგდო მიდი დაბი გაგმინეთ ხვიძლში ხო კაი შო მოდი ჩვენ დაგეხმაროთ შენ ეს შოკური თერაპია იყო უცებ აი რა კლე გამოიღე პირიდან ხო ეგ იყო ეს არის შოკი ხო შოკში ხარ ახლა რა ცოტა კაი მოკლედ ეხა ვიყავი ის იყო რა ქვია ეს ან დისპეჩინგის სამსახური იყო რა ამერიკაში რაღაც locksmith-ი რაღაც კარებს აღებდნენ და რაღაცა და ეხა არაოფიციალური სამსახური იყო რა არც ვიცოდი არაოფიციალური იყო იმიტომ რომ ინტერვიუზე რომ მივედი რაღაცა ვითომ fake კონტრაქტზე მომაწერინეს ხელი რაღაცა ვიმუშავე აი ძალიან ბევრი ვიმუშავე ღამის სვენებში ვიმუშაობდი სულ ღამეებს ვოთენებდი რაღაცა და ანუ უნდა გამოვსულო და საკმაოდ კარგი ანაზღაურება რა და აი თვის ბოლო მოვიდა უკვე და უფროსმა დაიმბარა და მეუბნება რომ ამთვის მერე შენ ვეღარ გაგრძელებ ჩვენთან მუშაობას იმიტომ რომ ანუ overqualified ხარო რა ჩვენი სამსახურისთვისა და შენ მერე მოთხოვნები გექნება რაღაცა ისეთი რომ ხელფასს გაზე ჩვენ ვერ შეგინარჩუნებთ მეთქი ჯერ არაფერი მოთხოვნა არ მაქვს თო პირველ რიგში თქო მეორე რაღაცა ესე და მერე ამ ყველაფერს ეს პოლემიკა მოყვა და ანუ გამიშვეს ხელფასს გარეშე და მერე შევილი მინდოდა სადიკავი იმ ტაქსისტის ისტორიებს არ გავს ვაიბით ანუ ხელფასს არ გადამიხადეს რა თან ანუ კეში არ მოვტყადი ძმა მე უთხარი overqualified ვარ მეთქი შენთვის რა არ მინდა რა ხო და მე მეთქი უჩივლებ თქო და ვაფშე დავახურინე მაქაურობას თქო უჩივლე და
მაგარი მთავრობა რო ყავს ძალიან აზრი არ ქონდა არანაირი მაგ ჩეველს, იმიტომ რომ ბოდიშის ბჭყალებში კრიშა ყავდა, თუ რა ყავდა არ ვიცი. კი, ზუსტად იყო საბოდიშო შემდგომ მონოლოგში. კრიშა, რუსული ჟარგონი. აი, როგორი პოლიტკორექტული ადამიანია რა. არ თქვა. სახურავი ყავდა. სახურავი ყავდა. ქონდა bro. აი. ხო და რავი დავრჩი ესე რა და ეგა ჩემი ტრამვა ვიშრომე. კაი, ისე ნუ სამსახურიდან გამოგიშვეს, სადაც გასაღებით აღებდი ხოლმე კარებს, ხო? არა, ანუ ვაგზავნიდი ხალხს ამერიკაში, რომელიც გასაღებით აღებდა კარებს. როგორ ვის აგზავნიდი? ვაგზავნიდი ხალხს ამერიკაში, რომელიც გასაღებით აღებდა კარებს. აგზავნიდი ხალხს ამერიკაში, რომლებიც გასაღებით აღებდნენ კარებს. რაღაც ის არის რა. CV-ში უწერია ეს. აი, შენ რო სახლის გასაღები დაგეკარგოს თქვათ. მიდიხარ ვერ პოულობ გასაღებს, უცებ რეკავ, აქ ვიღაც ნუცუბიძის პლატოზე ოფისში კვასუხობს ვიღაც. Oh yeah. My name is Michael. Yeah. მაიკლი ქვია ხო? რაღაცა. და გიგზავნის რაღაც გასაღების კაცს, რომელიც მოვა და შეანგრევს შენს კარებს რა. მე მგონი ეგა ხო? ეგა. შეანგრევს? შეანგრევს ან გააღებს. ან გაგიმზადებს. ერთხელ თუ არ გადატრიალ და შენი დედა ჩემშულს რო უშვებს ასწავლებლად დუბლინში 3 წლით რა და რო ჩამოდის და აბა მამი სად დაიწყე მუშაობა? გასაღები ხო იცი მა? აი სახს რო ვერ აღებს რა. სულ რო კარგავ. არის, დაფინანსებით ვიყავი, არავინ არ გამოშვეს ასეულო. დაფინანსებით იყავი? ვინ დაგაფინანსა? SAT-ის და IELTS-ის და TOEFL-ის კორები. Okay. ვაუ, იმენა ის იყო. რაღაცა ასოები იყო. ესე IELTS-ის. მოიცა, ქართულად არ არის დიდი ასო რო ამბობენ ეს სხვა რაღაცას ნიშნავს? დიდი ასო არა. მე არ შევიდეთ მან. ქართულად დიდი ასო. ხო, ამაზე okay, whatever. შობლები ყავს. რატო გაგეცი? მაგას თუ მშობელი ქვია მყავს. Okay. კაი, სხვა პრობლემა არ გაქვს? არა. არა. აი, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი. ანდრია. რა პრობლემა გაქვს? მოკლედ, ჩემი პრობლემა არის ეს, რომ ჩემი ძაღლი არის სექსუალური ორიენტაციით დაბნეული რა. ანუ გეი კი არის, მაგრამ იდეაში ანუ პედოფილიც არის და ყველაფერი არის მოკლედ რა. ეხლა რატომ იმავშვები, ანუ ძაღლებს ჭირდებათ ეს სექსუალური კავშირი, თორე უჩნდებათ კიბო რა მერე. ანუ ეხლა მამა ჩემს უყვარს ძალიან ჩემი ძაღლი, ჩემზე მეტად ჩემი ძაღლი უყვარს მამა ჩემს. ხო, ძალიან ნერვიულობს მოკლედ მამა ჩემი მაგაზე რა და ერთი ამბავი არის, იქ ცოლს ვერ შეუვლობთ, კაცსაც ვერ შეუვლობთ, ეხლა როგორ გინდა უთხრა ვინმეს რომ აი შენი ძაღლი მომიყვანა და ჩემი ბიჭი ძაღლი იმას იზავს რა. ანდრია, იცი რა მაინტერესებს და ეგებ ვიპოვოთ Facebook-ზე რომ დავწეროთ გეი ძაღლი მჭირდება და თუ რეალურად არის საჭირო რომ მხოლოდ და მხოლოდ სექსი კონდეს იმისათვის რომ კიბერო არ დაემართეს, ანუ no problem. აი წარმოგიდგენია ვინმე რომ დათანხმდება რომ აი ჩემი ძაღლიო და დაწერე იქ ანუ იქნება აქვს სხვასაც ეგ პრობლემა. რა, შეიძლება რომ კონდეს. არ გამიგონია რომ ვინმეს კონდეს რა. აკამდე არ ვიცოდი რომ ეგ პრობლემა იყო რეალურად რომ ძაღლი არის გეი და ეხლა მამა ცუდად არის იმის გამო. მაგრამ ნუ ეხლა რას ვიზამ? კაი, ქონია შენ ძაღლს სექსუალური გამო. კი, აი ერთხელ ქონდა წარმატებულად რა, აი კარგად რა იმენა ხორციანად და შვილებს აუ წარმატებული სექსი სიგარეტს მოუქიდა ბოლოს. ერთი კურიერი ჩამირთე რა ანდრია. რას ნიშნავს წარმატებული სექსი ძაღლისთვის? ეს როცა გაიგე. ანუ მგონი რომ ლეკვები ეყოლებოდა მის შემდეგ. ხო, ლეკვები ეყოლა რა. და ეხლა მოკლედ მერეც პრობლემა ის იყო, რომ ის ლეკვი გაიზარდა, რაც 1 წლის გახდა. თავისი ლეკვი. ხო, ბიჭი. მოვიყვანეთ ის ლეკვი ჩემ ძაღლთან და ჩემი ძაღლი ამას შეახტა რა და ამას დაუწყო რაღაცეები. პირში მიცემა პირდაპირ. პირშიც მისცა და ყველგანაც მისცა. მერტი ჩემო, ძალიან ცუდი ძაღლი ყავს. ხო და ანუ მამა ჩემი ჯერ ხო ისაც ნერვიულობდა და ეხლა ანუ მაგარი უტყდება რომ ანუ თან გეი ძაღლი მყავსო, თან პედოფილიო, თან ინცესტიო, ანუ უკაცრავად და ერთხელ რო უკვე გქონდა, ანუ ეგ ხო ნიშნავს რომ ანუ შეიძლება რომ ბისექსუალური არის და ანუ სხვა გოგო რო დანიის პარლამენტის დავემსგავსეთ უცებ. აჰა, ეგრე. ჟირაფის პრობლემებზე რა საუბრობენ? იქნებ ბისექსუალი არის. ხო აუშენოთ ბისექსუალური სახლი.
არა, ნუ სხვა გოგოებთან თუ გიცდიათ. კი, უცადეთ. ანუ ჯერ კიდევ ერთი პრობლემა ისაა. შენ როგორი სექსუალური ცხოვრება გაქვს? მე როგორი? ხო, შენ როგორი სექსუალური ცხოვრება? ანუ ნახე, ხან ძალიან ხშირად გამიგია, რომ ძაღლი პატრონს გავს. ანუ ხო ხტები შენ რომ ისე მაგალითი რა შენ ზაღს. ანუ შენ გინდა რომ ეგ ვინმე ძაღლი მოტყნა? მაგალითის მიცემაში რა მოიაზრე. შენ გინდა რომ ნამდვილი პუდელი პუდელია ხო? სიურში დაგუსებს ნაღდი პუდელები. რუსების ძაღლები. კი, რუსის ძაღლს ქართველი ძაღლის ყლე უყვარს, ხო იცი ეს? ოდითგანვე. საიუზის დროს გიждდებოდნენ ბიჭო, გიждდებოდნენ. პუდელები ესე იძრობდნენ თლიანად ამ ბეწს და არა, იცი როგორ არის? კუსინი ესე ყვიროდნენ თუნ. მოსკოვში რო ჩაიყვანდი ძაღლს. კავკასიური. ძალიან ვიზუალებზე გადავედი. მე პუდელი მყავს. პუდელი. შენ პუდელი გყავს? დედალია თუ მამა? გოგო ხო არ არის? გოგო არის, მაგრამ სტერილიზაცია აქვს გაკეთებული, ამიტომ სექსი არასდროს არ ხო, ეგეც არის ერთი გამოსავალი არის, რომ სტერილიზაცია გაუკეთო რა. მაგრამ ანუ უტყდება ეხა მამაჩემს უყვერო ძაღლი რომ ყავდეს. ეგ არის ხო გამოსავალი? ხო, მაგრამ ანუ მამაჩემი არ არის ბედნიერი საბოლოოდ რა, არ უნდა უყვერო ძაღლი. მოიცა, როგორ ულეკვოთ როგორ არის? ხო, უკვე უკვე მოგტენ ის ლეკვები? ულეკო არა, უყვერო თქო. ბოლს. ბოლლეს. ხო, მაგრამ რისთვის ჭირდება თუ არის გეი და პედოფილი და ეგეთ რაღაცებს საკეთებს? ანუ უნდა აერჩიოს. ანუ წესი ჩვილისთვის რა არ უნდა აირჩიოს, ანუ რატო გონიათ რომ მაგხელა ცნობიერება აქვს მაგძას რომ შენ უნდა აირჩიო. არა, მამა უნდა აერჩიოს. ან ესე იგი არ იმასქნა, არ მიახტე ამ შენ შვილებს ან მარტივი გამოსავალია. ძაღლს. არ შეიძლება იგივე. ჩაკი ქვია ძაღლს, მოგითხო ჩაკის. რაში გაინტერესებს? უნდა დააპოსტო რომ მანიაკი არის ქალაქში. აუ, სხვადასხვა პატრავი. სხვადასხვა ეზოში აღზნებული ძაღლია. ესეთ იმას გამოაკრავენ სახლთან. მე ვარ Facebook-ზე არის ეგეთი ჯგუფი პუდელების შესახებ და ორი არსებობს და მგონი თუ ანუ Honda Civic-ებს და პუდელებს ამდენი ჯგუფი რატო აქვს Facebook-ზე? ანუ არ შეიძლება რომ იმყოფინოთ ეს სივრცეები? არა, იცი როგორ არის? პუდელი არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მოსახერხებელი ნუ კლადაც ეს არის, მაგრამ ჰიპოალერგიული ბეწვი აქვს, ამიტომ ანუ საერთოდ არ არის პრობლემა სახლში, რომ იცხოვროს. მამა შენი რომ იმდენს ნერვიულობს ძაღლზე და არა შენზე, შეიძლება რომ შენ რამე გააკეთე ეგეთი რომ შენზე ნერვიულოს მაგალითად. ანუ მე უნდა გავხდე პრობლემა ეხა? ანუ ძაღლზე აღარ იფიქრებს. რამე დავაშავო? არ არის აუცილებელი შენ რომ ანუ აუცილებელი რომ ესე რომ იპიკროს და მე რომ გასწორე ამას. ანუ შენ რომ ვიღაცამ რო თქვას რომ ანდრიამ ეგეთ რაღაცებს აკეთებს ან რაღაცა და მე რომ უცბად всё აი უკვე კარგად ხარ. და მოდუნდება მე მამა შენი ამის შემდეგ. ცოტა და მე ბრავო. ეს იყო ფსიქოთერაპიის manifesti. Wow. Bravo. ხო გადაიღეთ ეს. სხვა პრობლემა თუ არ გაქვს, არ ვიცი. შენ ძაღლს აცადე თავისუფლად ცხოვრება, ჩემი აზრით. ვისაც უნდა იმას მოტყნავს და შეეშვით ამ ძაღლებს თუ შეიძლება რა. აი. ხა? კი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერა. მე მინდოდა რომ დავჯდე. მართლა? ხო. დაჯექი. დავაი. ვაუ, ხალხო სეზონის ექსკლუზივი რაღაც. გამარჯობათ. მე ვარ ანასტასია. ოუ, სხვანაირად მგრძნობ ახლა ჩემ თავს. მე ვარ ანასტასია, ვარ 33 წლის და ჩემი პრობლემა არის ის, რომ სულ ვფიქრობ, რომ უფრო სერიოზულ საქმე უნდა მქონდეს ცხოვრებაში, მაგრამ წანწარობა მიყვარს ძალიან. ოღონდ მართლა და რაღაცნაირად ვგრძნობ ჩემ თავს პასუხისმგებლად.
ხო, იმიტომ ნუ კახა ბენდუკიძის შვილი ვარ და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულ საქმეს აკეთებდა და მე რაღაცა ამღლეობას აკეთებ. პირდაპირ ილაპარაკე, ანუ არ გვეწყინება ანასტასია. არა, იცი როგორ არის, მე ძალიან რეალურად მე ძალიან მომწონს ეს საქმე, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, მაგრამ მაინც არა მნიშვნელოვანეს. არა, მართლა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მგონია რომ ჩვენ ქვეყანაში და საერთოდ პოსტკავშირის ქვეყნებში ძალიან გვიჭირს ლაპარაკი დავის პრობლემებზე და ჩვენ ვაჩვენებთ მაგალითს, რომ საუბარი შველის და ეგ კარგი რამეა მგონი. ხო და ხო, უბრალოდ რაში მდგომარეობს შენი ის კრიზისი? ანუ საკმარისად სერიოზული მაინც არ გონია? ხო, ნუ იმიტომ ნუ რეალურად კომიკოსებთან მუშაობ და ანუ მე კი არ ვარ კომიკოსის სამწუხაროდ ნუ ჯერ ისე ვთქვათ, იმიტომ რომ მგონი რომ რაღაც მომენტში მეც მინდა ჩემი სტენდაპი, ნუ პატარა რაღაც სამწუთიანი დავწერო. იმიტომ რომ რაღაცნაირად მივხვდი რომ ძალიან მომწონს როცა ხალხი იცინის ჩემზეც კი მაგალითად და ვფიქრობ რომ რაღაც ხომ არ მეშლება რამე და ხომ უფრო სერიოზულ საქმეს ხომ არ უნდა გავაკეთო. რა უნდა გააკეთო უფრო სერიოზულად? პოლიტიკაში მისვლას აანონსებ. არა. ნამდვილად და ისე ანასტასია პარტიას. არ ვიცი, მე და ჩემი მეუღლე რაღაცა. არა, ნუ რაღაცა რო ვიყო სერიოზული, არც ვიცი უბრალოდ. შენი ნამდვილი გულწრფელი სურვილი არის თუ გარედან მოდის, გარშემო ადამიანებისგან, ოჯახისგან, ნათესაობისგან, მეგობრებისგან? ალბათ გარედანაც მოდის, ანუ რომლიდან უფრო მოდის, შიგნიდან თუ გარედან? იცი როგორ არის, შიგნიდან რომ მოდის, მე სულ ვამბობ, რომ კაი, მაგრამ მე ხო ვიღებ სიამოვნებას ჩემ საქმეში, რასაც მე ვაკეთებ. მაგრამ მე რო ვუსმენ რაღაცებს, ხომე რაღაცნაირად ფიქრობ, რომ შეიძლება რომ მეშლება და სხვა რაღაცაზე მინდა, ანუ ფოკუსი რო გავაკეთო რაღაცნაირად. კაი და რამე გაქვს გადაწყვეტილი, რომ არა. ნახე, რაღაც უნივერსიტეტები ხო გაბარია. როგორ? უნივერსიტეტები ხო გაბარია. გაბარია რა? გაბარია. ანუ აქვს, მაგაზე ლაპარაკობ, ხო. ჩემ უნივერსიტეტებზეა საუბარი, ხო. კი. მაგრამ ნუ ეგ არ არის, სერიოზულად. კაი. ბიზნესია. ეგ არის, რავი, ეგ უნივერსიტეტები, ხო, ძალიან სერიოზული საქმეა ჩემი აზრით. ეგ ერთი. მაგრამ მესმის რომ მარტო შენ არ ხარ იქ, მაგრამ იღებ ამაში მონაწილეობას, ხო? ხედავ შენ წვლილს მანდ? იცი როგორ არის? უბრალოდ არ მინდა რომ გავაპუჩო ეს საქმე, ანუ მამაჩემის საქმე, რომელიც მე ვცდილობ რომ გავაგრძელო, ჩემი ცანცარობით. ანუ ჩემი აიგეთ რომ სულ რო რაღაცა აინუ არც მინდა, მაგრამ რატომღაც რაღაცა სისულელი ხუმრობები რო გამომს. აი რა დღეს რო ეკიმთან რო ვიყავი და ეს ქალმა რო თქვა რომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლია რომ რატო ვკითხე, აი თქვენ ქალთაში ხო შეიძლება და ანუ ხო სისულელია რეალურად, მაგრამ ყველა ის 4 ქალი იყო და ძალიან ისე იყო და რატო მაქვს ეგ რაღაცა სურვილი? როგორი უნდა იყო, ანუ ხო, შენეზეც მინუს მოვდინი აქვს, რომ კახა ბენდუკიძის შვილი მუდაკი სერიოზული გოგო უნდა იყოს, პიჯაკით და იმითი რაღაც ლურჯი პრერანგით თუ იცი როგორ არის? არც კი რომ კახა ბენდუკიძის შვილი როგორი უნდა იყოს, უბრალოდ რომ არ მინდა რომ რაღაცნაირად შევარცხვინო კახას, ანუ რომ რაღაცნაირად ხალხი არ გინდა რომ შეარცხვინო კახა? არ მინდა, ხო. ესე რომ ხო. კახა მე მგონი რაღაცეების ლაპარაკის სტანდარტი იმ ხელაზე დააყენა თვითონვე. ანუ მე არ ვამბობ რომ სისულელეების, მაგრამ დიდად ფილტრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ რამეს იტყოდაო ვერ იტყვი. მაღალი ნათქვამი იქნება. რავი, ანუ ხო, ხა ეგ ვისაც უნდა ისე აღიქვა შეურაცხყოფად, ვისაც უნდა კომპლიმენტად, მაგრამ ობიექტური რეალობა ეგ არის, რომ მამა შენი როგორი ადამიანიც იყო, ვთქვათ, რომ პროსტა უბრალოდ იმას ამბობდა, რაც მოადგებოდა ენაზე
შენც, რავი, მე მგონი პირიქით ეგ მოლოდინი არსებობს, რომ ეგეთი არის ანასტასიაც რა. იცი როგორ არის? სხვადასხვა ერთხელ თქვა ჩემთვის, რომ აუ ყველაფერი აქვს ფასი, ანუ შენ და მე ვკითხა რომ შენ ძალიან კახასეული ისა ფრაზა ნამდვილად. ყველაფერი აქვს ფასი. ანუ რეალურად გქონდა დიდი პლაკატი ესე რომ შედიხარ. ყველაფერი აქვს ფასი. არა, ნუ ეს იყოს ზუსტად ეგეთი, იმიტომ რომ მე რაღაცა სისულელე თქვი და მე ჩხუბებოდა რომ რატო თქვი სისულელეო და მე ვამბობდი რომ შენს ხო ცუდად, ანუ სულ ცუდ სიტყვებს გამოიყენებს მაგალითად და პარლამენტშიც კი და ამის შემდეგ თქვა რომ რეალურად, ნუ არ ვიცი ესე ნამდვილად მოხდა თუ არა, მაგრამ ამის შემდეგ ვიღაცაზე რო თქვა ცუდად და შეურაცხყოფად მიიღეს ეს ადამიანი, ამის შემდეგ აღარ მუშაობდა პარლამენტში. და ნუ შეიძლება რომ რამდენიმე მიზანი იყო ამის, მაგრამ რაღაცნაირად ანუ სიტყვებზე კი არა, უბრალოდ რომ სერიოზული არა ვარ. ანუ სულ რაღაცა და არა, ეგეთი არ ხარ ხა. რამე ის ხარ ჩავატაროთ ექსპერიმენტი ანასტასიაზე. რა დენზე შევაერთოთ რა ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. რამდენი ხანი გაუძლებს? აბა ბიჭო, როგორ რაღაცას გულისხმობ, ვიცი? ამას ხო აქვს ეს ჩარჩენილი, რომ მე სერიოზული არ ვარ საკმარისად და რაღაც და. რავი, აი ერთი კვირა რომ სერიოზული იყო და ხალხის რეაქციები არ გაინტერესებს, როგორ იქნება მაგალითად? რომ აი დადიხარ, სამსახურში მიხვედი, იქ ძალიან ისეთი ხარ. სერიოზული, მე აქ მოდიხარ, აქაც სერიოზული ხარ. წარმოგიდგენ, რომ ჩემი საქმე მაგალითად ეს არის. მეორე არის სამზარეულო ომებში, რა ქვია მას, წამყვანი. არა, სამზარეულო ომების წამყვანი ვარ და იქაც უფრო სახალისო პროექტია და იქაც არ შემიძლია რომ ვიყოს სერიოზული. ეგ არის შენი, აი სულ მაგას ვლაპარაკობ და ვიღარ. ეგ არის, ეს ხარ შენ. ეგ მომეწერა უკვე რომ. დაი კიდე შენ ხარ ეს, უბრალოდ მიიღე შენი თავი, ანუ რაღაც TikTok-ის მოტივატორი ვარ, რა ვიცი. ანუ მართლა ეგრე არის, შენ თუ ხარ ტელეწამყვანი რაღაცა, YouTube წამყვანი თუ ვიღაცა, რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილი ხარ, ანუ ვინც გინდა ის იყავი რა, თუ შენგან არის ის მოლოდინი, რომ კახას გოგო ესეთი არ უნდა იყოს, ანუ ყლებაზარი ბოდიში. როგორც კახა იყო და გასტყვნიათ. ხო, გასტყვნიათ რა. ყლეობებს რატომ ელაპარაკებით? ანუ ნებისმიერი წინადადება კახას დარჩენილი არქივში შეიძლება გამოიყენო და ხო, ელაპარაკო ეგ ადამიანს. ანუ მე და ონისემ რო გაგიცანით, ჩემი აზრით ძალიან გვესიამოვნა შენთან რაღაც პირველი კომუნიკაცია, იმიტომ რომ არ იყავი ეს. და მე დაბლა და დაბლასო. ხო რა, ანუ გრაუ რა. ერთი დღე რა კაი ეს კახას გოგო ესე არ უნდა იქცეოდე, მაგრამ ეგეთი ხარ და გვიყვარ ხარ რა მაინც რა, ანუ ეგეთ ადამიანებს ეგ არის. და ცოტა სერიოზული შეგიძლია რომ ხანდახან. არ გასყენდა ეხა. რა, ეხა, ნუ, ხანდახან. ალი ხარ რა მასთან. ამ საქართველოს. კაი, კიდე სხვა პრობლემა ხო არ გექრამე? დაგიხმარეთ? ხო, ანუ რაღაცნაირად ცოტა სხვანაირად გრძნობთ, იმიტომ რომ არასდროს არ მიფიქრი ამაზე, კახას, ანუ კახას სიტყვები ჩემს მიმართ, ოღონდ სხვა მიმართულებით, სხვა პრიზმით რო უყურებ ყველაფერს და და მაგას არ უნდა ჩაიციკლო ჩემი აზრით, ანუ რაღაც მამა შენი სახე მესმის რომ რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ანუ შენ ხარ პირველ რიგში. მე მაგას მეც ვიყენებ ხოლმე. მამა ჩემის სიტყვას, რასაც მეუბნება ხოლმე, წარმოვიდგენ ისე, თითქოს ჩემს ჰეითერებს ეუბნება, რომ მოგიტყან. სხვა პრიზმიდან რომ ხედავ ამ სიტყვას, რომ მოგიტყან, უკვე გარდა იქ, ხედა, ჩაიხურა კომპლექსი. აღარ მელაპარაკო, გააჯვი ჩემი სახლიდან. მიყვარხარ და მადლობა დიდი დახმარებისთვის. ჩვენს მადლობა, მადლობა ანასტასია. Gelo debit